ეს რა არის? ხო დრო უყურებ რაღაც გიგანტურ სტადიონს გავს. თანაც ტბასაც გავს. რეალურად არც ერთი და არც მეორე. ტბას გავს, კი, ეს არის ხორბლის ყანა. უბრალოდ ამოსულია, ეს შემოდგომაზე ითესება ხოლმე და ეხა უკვე ამოსულია ხორბალი და ეს კონტრასტი უბრალოდ იმიტომ არის გამოწვეული, რომ დანარჩენი რაც არ იყო მოხნული, იქ გასული წლის ბალახი ყვითლად ჩანს ჯერ. კი არის ახალი ამოსული ამ ყვითელის ქვემოდან, მაგრამ მაინც ყვითელი ფარავს. და აქ მოხნული რაც იყო, მარტო მწვანეა და ხო გადავიდეთ. გადავიდეთ, კი. ეს ძალიან მაგარია ხოლმე აპრილში, როცა ზღვასავით ღელავს, უკვე რომ გაიზრდება ჯეჯილი. აი სამხელს ეგ არის, ეს თელი სიმწვანე რაც ჩანს ესე? თლიანად ეგ არის. ნუ ადრე ითესებოდა ხოლმე მზესუმზირაც ეხა ცოტა ნაკლებად და აი ამ ხელა ტერიტორიამ მზესუმზირის ყვავილები წარმოიქმნა. ძალიან დიდი ტერიტორია. ხო, ძალიან. და ეს უკვე რაღაც აი იმას გავს, რა უდაბნოს. კი, აი ხა ჩვენ როგორ ადგილასაც ვდგავართ, იგივეა იქითაც. მართლა, იგივეა, ხო, აქცია სხვანაირად. ბალახია ჩვეულებრივ. იქიდან ეს ადგილიც ესე გამოჩნდება. ზუსტად ესე გამოჩნდება, როგორც ხა იქით ხედავ. დაახლოებით ხო, ფერი და ტექსტურა იგივე იქნება. ცოტა ხანში, როცა ეს ახალი ბალახი გაიზრდება და ამოსწდება ყვითელს, მე იქითაც გამწვანდება. ესე მწვანედ გამოჩნდება? ხო. მართლა? ხო. ნუ რაღაც ეს თავის გავლენას მოახდენს ხმელი ბალახი, მაგრამ გამწვანდება. და მე ახლა ძალიან საინტერესო უკვე სიცხეები რო დაიწყება და იწყებს სიყვითლეში წასვლას. პირველი ყვითლდება ისეთი ადგილები, რომელიც მზისკენ არის, ხო, სამხრეთი. ჩრდილოეთი რჩება ისე მწვანე და აი ეს ფერების მონაცვლეობა ხოლმე ძალიან მაგარი.